Დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ გელა უძილაურის ადვოკატმა სკანდალური განცხადება გააკეთა. პრაქტიკულად თქვა ის, რომ განსაჯელის სკამზე მყოფი კილერი, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ალაპარაკებას აანონსებს და სავარაუდოდ მისცემს ჩვენებას სასამართლოს მაშინ, როდესაც ყველა ის მოწმე დაიკითხება სასამართლოს წინაშე, რომელიც ყავს წარმოდგენილი ბრალდების მხარეს, გელა უძილაურიც ილაპარაკებს. აღნიშნული პასუხი ჩვენ ადვოკატისგან მივიღეთ იმ კითხვაზე, რომელიც ეხებოდა გიორგი ჯოხაძეს და მის ახლო გარემოცვას. მამუკა ბაღდავაძე ამ სიცხლის სამართლის საქმეზე არის ერთ-ერთი ბრალდებული და გელა უძილაური გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ ამ მკვლელობის შემდეგ სწორედ მამუკა ბაღდავაძის ნომერს არკვევს, მის სამსახურში მიდის და აქტიურად ცდილობს, რომ მამუკა ბაღდავაძის გავლით სწორედ კავშირზე გავიდეს გიორგი ჯოხაძესთან და როდესაც ჩვენ დავსვით კითხვა სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, რატომ ცდილობდა გელა უძილაური ამ ადამიანთან დაკავშირებას, ადვოკატმა თქვა, რომ ჯერჯერობით გელა უძილაური დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ის ალაპარაკდება და ყველა იმ კითხვას, რომელიც ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე არსებობს, თავად გასცემს. მოწმეებს არ დაუდასტურებიათ ჩემი დაცვის ყოფილი პირის მიერ შეკვეთილი მკვლელობის ჩადენის ფაქტი. დღემდე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება აღნიშნული ფაქტი. ბატონო გიორგი, რატომ დადიოდა აი მამუკა ბაღდავაძის ნომერს რატომ არკვევდა? რატომ ცდილობდა გიორგი ჯოხაძესთან დაკავშირებას? იყენებდა დუმილის უფლებას და იყენებს დუმილის უფლებას მოგეხსენება შესაბამისად. იგი გარკვეულ ეტაპზე დააფიქსირებს თავის პოზიციას და გაიგებს ყველაფერს. ბატონო გიორგი, ალაპარაკებას ჩვენება უნდა მისცე. არა, ბატონო გიორგი. ამოცნობის სოფელს თუ გადახედავთ, არის ძალიან შაბლონური. ანუ როგორ შეიძლება 10 პიროვნებამ ზუსტად ერთ და იგივე სიტყვებით აღწეროს ადამიანი. ეს არის წარმოუდგენელი. ყველა კითხვაზე თვითონ გასცემს პასუხი. დღეს ბრალდების მხარემ გამოკითხა უამრავი მოწმე, მათ შორის ტაქსის მძღოლები, რომლებიც გელა უძილაურს გადაადგილებაში ეხმარებოდნენ, მათ შორის მკვლელობის შემდეგ და ერთ-ერთი ასეთი მოწმე იყო ტაქსის მძღოლი, რომელმაც უძილაური სწორედ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ წაიყვანა ქარელის მიმართულებით. მთელი ამ გზავრობის პერიოდში, როგორც დღეს მოწმე ამბობდა სასამართლოს წინაშე, გელა უძილაური ამბობდა, რომ მიდიოდა მეგობართან, რომ არ იცოდა ზუსტად რა მიმართულებით უნდა წასულიყო, თუმცა მას გზაზე დახვდებოდნენ. მოულოდნელად, როგორც ტაქსის მძღოლმა დღეს განმარტა, უძილაურმა აღმოაჩინა, რომ მას არავინ დახვდებოდა გზაზე და შესაბამისად უკვე მოუწია ინტერპრეტაცია, ემოქმედა დაუგეგმავად მიეღო გადაწყვეტილება, შემდეგ მონასტერთან ჩამოვიდა, თქვა, რომ შესაძლოა ეკლესიაში დახვედროდა მას ვინმე პირი, ვინც უკვე გადაადგილებაში დაეხმარებოდა და გამოძიების ვერსიით უკვე არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ გელა უძილაური ქარელიდან სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდა გადასვლას. ჩვენ დღეს ვკითხეთ პროკურორს, არის თუ არა დადგენილი, ვისთან აპირებდა შეხვედრას გელა უძილაური, ვინ უნდა დახვედროდა მას ქარელში და ვინ უნდა დახმარებოდა მას საქართველოს ტერიტორიის უკანონო კვეთაში. პროკურორი ამბობს, რომ მაღალი ალბათობით და ეს სავარაუდოდ უკვე გამოძიების გაგრძელების ეტაპზე დადასტურდება. ეს იყო ან თავად გიორგი ჯოხაძე, ან გიორგი ჯოხაძის წარმომადგენელი, ვინმე მასთან დაახლოებული პირი. ყოველ შემთხვევაში ჯოხაძე ფიგურანტია ამ საქმის, გამომდინარე იქიდან, რომ ეგრეთ წოდებული გარანტიები გელა უძილაურისთვის, რომ ის ამ გახმაურებული მკვლელობის შემდეგ საქართველოს ტერიტორიას დატოვებდა, ჰქონდა სწორედ ჯოხაძისგან. დღევანდელ სასამართლო პროცესზე კატეგორიულად დადასტურდა, რომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით ანგარებით მკვლელობა ჩაედინა გელა უძილაური. მოწმეები დაიკითხა, მათ შორის ერთ-ერთი მოწმე, რომელმაც გელა უძილაური წაიყვანა თბილისიდან ქარელში. ამის შემდეგ გელა უძილაური აგრძელებს მოძრაობას იმისით, რომ დაუკავშირდეს გიორგი ჯოხაძეს. ამისთვის მას ის სასტუმროს ნომრიდან უკავშირდება როგორც სოციალურ ქსელ WhatsApp-ზე, ასევე ჩვეულებრივი ქსელით, რაც უდაო გახადა დაცვის მხარების მტკიცებულებები და მათ შორის გამოკვლეული იქნა მოწმის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ გელა უძილაური მისული იყო გიორგი ჯოხაძის ნათესავის, მამუკა ბაღდავაძის სამუშაო ადგილზე ეძებდა გიორგი ჯოხაძეს. გეტყვით, რომ გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაციები, გამოკითხულია კიდევ დამატებით ათეულობით მოწმე. შესაბამისად, ყოველ დღიურად შემიძლია ვთქვა, რომ ამ საქმეზე ტარდება საგამოძიებო საპროცესო მოქმედებები.
დღევანდელ პროცესზე კიდევ უნდა დაკითხულიყო 6 მოწმე, 6-ვე მათგანი სასტუმრო ამბასადორის თანამშრომელია და ეს სასტუმროს თანამშრომლები არიან საინტერესო მიმართულებით, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ გამოძიების ვერსიით გელა უძილაური სწორედ ამ სასტუმროში იმყოფებოდა, რამდენიმე დღის განმავლობაში გადაადგილდებოდა, სავარაუდოდ ამ დროს მას ჰქონდა სწორედ ხელშეუხებლობის გარანტიები მიღებული, რადგან ის თბილისის ქუჩებშიც დადიოდა, ტაქსით გადაადგილდებოდა, არც სახეს ინიღბავდა და სხვათა შორის სასტუმროს თანამშრომლების მობილური ტელეფონებითაც ცდილობდა გამოძიებისვე თქმით გიორგი ჯოხაძესთან კავშირზე გასვლას, თუმცა ადვოკატებმა მოულოდნელად თქვეს, რომ უდაოცნობენ ამ მტკიცებულებებს და შესაბამისად უკვე სასამართლოში მოყვანილი ამბასადორის თანამშრომლები დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღარ დაკითხეს.